ადამიანებმა, რომლებიც მაღალ შეფასებას აძლევენ თავიანთ სიწმინდეს, უნდა ჩაიხედონ ღვთის რჯულის სარკეში. როცა გაიაზრებენ მის ყოვლისმომცველ მოთხოვნებს და მასში დაინახავენ თავიანთ ჩანაფიქრსა და გულის რახვებს, ისინი შეწყვეტენ ტრაბახით ლაპარაკს თავიანთი უცოდველობის შესახებ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არიან წმინდა, რომ ისინი მთლიანად უფალს ეკუთვნიან, რომ აქვთ უფლება ღვთის აღთქმებზე და ამავე დროს არ სურთ დაიცვან ეს აღთქმები. ისინი არღვევენ რჯულს და თანაც თავდაჯერებულად იხვეჭენ იმას, რაც ღვთის შვილებისთვის არის აღთქმული. მაგრამ იოანე ამბობს, რომ ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება მისი ყველა აღთქმისადმი მორჩილებაში. საკმარისი არა აღებულობდე ჭეშმარიტებას, აღიარებდე ქრისტიანობას, გწამდეს, რომ იესო არ იყო მატყუარა და რომ ბიბლიური რელიგია არაა ერთმანეთში გადახლართული მითები. ვინც ამბობს, შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, სრუა და მასში არ არის ჭეშმარიტება, ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული, ამით ვუწყით, რომ მასში ვართ. იოანე არ ასწავლიდა, რომ ხსნა მორჩილებით უნდა გამოვიმუშაოთ. ის ასწავლიდა, რომ მორჩილება ესაა რწმენისა და სიყვარულის ნაყოფი. თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, ამბობდა ის, და რომ მასში არ არის ცოდვა. ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს. ვერც ერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას. თუ ქრისტეში ვართ, თუ ჩვენს გულში ღმერთის სიყვარული ცოცხლობს, ჩვენი გრძნობები, აზრები და მოქმედებები ღვთის ნების შესაბამისი იქნება. განწმენდილი გული არ შედის ღვთის რჯულის მოთხოვნების დაპირისპირებაში. ბევრს, ვინც ცდილობს დაიცვას ღვთის მცნებები, არ გააჩნია შინაგანი მშვიდობა და სიხარული. ეს მცირედ მორწმუნეობის შედეგია. ეს ადამიანები დადიან გამომშრალ უდაბნოში და არ მოითხოვენ ბევრს, თუმცა შეეძლოთ, ვინაიდან ღვთის დაპირებები უსაზღვროა. ასეთებს არასწორი წარმოდგენა აქვთ განწმენდაზე, რომელიც არის ჭეშმარიტებისადმი მორჩილების შედეგი. უფალს სურს, რომ თავის ძეებსა და ასულებს ხედავდეს ბედნიერს, მშვიდობის მოყვარეს და მორჩილს. ეს მხოლოდ რწმენით მიიღება და მხოლოდ რწმენით შეიძლება საკუთარ თავში აღზარდოთ ხასიათის ის თვისებები, რომლებიც გაკლიათ, განიწმინდოთ ყოველგვარი ცოდვიანი უკეთურებისგან და გამოასწოროთ ყველა შეცდომა და განავითაროთ ყველაფერი კეთილი.